სერიალში იყო ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი მონდომებით ცდილობდა შეერყია ჩემი თავდაჯერებულობა და ამავდროულად მიმტკიცებდა, რომ ულამაზესი ქალი ვარ. ყოველი ჩვენი შეხვედრა იწყებოდა კომპლიმენტით და მთავრდებოდა ჩემი გაქცევით და ჰაერში გამოკიდებული კითხვით. ნეტა ეს კაცი მართლა მეფლირტავება თუ უბრალოდ ვერსკია. ხო და აი ამდენი წლის შემდეგ პასუხი უნდა მივიღო ამ ყველაფერზე და ჩვენი სელფი სტუმარია გიორგი ყიფშიძე. როგორ ახარ, ჩემო სიხარული. ჩემო შვენიერო. მე გაგებრანჭავ. სხვანაირად დაეწერა ეს სცენარი, სხვანაირად დამთავრდებოდა ჩვენი ფლირტაობა, მაგრამ მართალი ხარ, მომკლა ბოლოს და რა ვქნა. პირველი კითხვა რაც მაქვს. დავაი. მართლა მოგწონდი თუ მე მთელი ცხოვრება მომწონ ხარ, ჩემი ჯგუფელი ხარ, მთელი ცხოვრება შენი რვაფეხა არის სენსაცია. რაც შენ გააკეთე თეატრალურში და აი სად გადაგვისროლა ახლა? კაი, შევეშვა და წავიდეთ უკან და მე უბრალოდ პატარა ჩანართი გავაკეთე. მე დაუბრუნდეთ სერიალში. ხო, მაყურებელს უთხრათ, რომ ჩვენ ვიყავით ჯგუფელები და მრავალი წელია ასე მოვდივართ ერთად. თეატრალური უნივერსიტეტიდან პირველი კურსიდან ერთად ავართ. კიდე მოგაყოლოთ ჩემი იმისა. რა ქვია, რვაფეხის ამბავი? მე არ უნდა მომოყვე, შენ თვითონ მოყვე. მე არ უნდა მოვყვე, მე რა უნდა. მოგეთ ვაკეთებთ ეჭურს, ეგეთ პონტი, მოდი მოგიყვები, ეჭურს ვაკეთებთ. ცხოველის რა. და ნუ ვიღაცამ რაღაცა მე გავაკეთებ. პირველ კურსზე ვარ ხალხო. პირველ კურსზე არ ვიცით რა მეწოდების კეთება, ნუ რაღაცა ხო გადმოცემის, რაღაცა მე რაღაცა ზღვის კუ გავაკეთებ, ვიღაცამ რაღაცა გააკეთა, ვიღაცამ არ ვიცი რაღაცა მედუზა და მე რვაფეხას გავაკეთებო და ხა ვიცით რომ ბალერინაა და ეხლა ნუ გამოუვაკიდე 1-8 ფეხი და რაღაცას გააკეთებს და ესე დაჭდა რა. აი ესე დაჭდა. და რაღაცას აკეთე, დავიხედა ესე აკეთე. რვაფეხა გააკეთე. მე რა, ხო დავდექი მაინც მსახი. იგი ყველა არა, იგი ისტერიკა დამემართა, რას თავი ჩავიცი ბარემ. იგი შეეპარა ჩემს სამომავლო კარიერაში, მაგრამ გააკეთა რვაფეხა. გადავლახეს. ძალიან ეჭვის თვალით აკეთიკით იყურებოდა და აკეთე. მე მახსოვს რომ თქვენს რომ ჩვენთან ერთად აბარებს ყიფშიძის ბიჭია, ყველა ვეძებდით რომელი იყო ყიფშიძე. აი და მაგან დამბრიდა ხალხო, თქვენ არიცით ეგ სასაშინელება თქვა ეხლა მაგან. კაი არა. ეს იყო გვარის შეცვლა მინდოდა მთელი 4 წელი, იმიტომ რომ აი სულ მაგაზე მედიოდა შანში. აბა ზურაშვილი ჩააბარებს, აბა მაგას ჩაუწყობდნენ. არა. შენ არ გჭირდება, არც შეწყობა გჭირდება. არა, ხო არ მიგეუბნები ხარ, რა შუაში პი სტუდენტი რო ხარ, ეხლა სულ ეგ გესმის, გვერდიდან იქიდან აქედან და ეს ძალიან ვიგრუზებოდი და გაბულინგებული ვიყავი, აგდებული ვიყავი. მაგით ხო არ ჩააბარე ჯერ სარეჟისოროზე. ეს ხო არ იყო მაგ კუთხეში არც კი მიზიდავდა არაფერი, როგორ აგიხსნა, ნუ გზა და გზა აღმოჩნდა რაღაცეები თვითონ გამოვიდა, რა ვიცი რა. არ იყო ჩემი რაღაცა სურვილი და მე არც მესიზმრებოდა და რაღაც. პირიქით ხო გეუბნები სკოლაში დაფაზებთან გასვლა მცხვენოდა, იმიტომ რომ მცხვენოდა გაკვეთილის მოყოლა. მიჩვენოდა ჩუმად შესვენებაზე პედაგოგისთვის მომეყოლა ყურში. ვიდრე ამდენი ხალხის წინ დამდგარიყავი ენას ვერ ვაბავდი. ეგ ჩვენთან რო ჩააბარე არ გეტყობოდა. ბევრს მოსწონდა ძალიან ჩვენი ხაზი და დღემდე ტრიალებს ჩვენი ამონარიდები. თუმცა რომ მართლა შენი ხაზი იყო, ბაბულიკების ხაზი იყო. ხო, ნუ ეხა ეგეთი ტიპები იყვნენ ეხა. ხო და როგორ აწყე შენი როლი მითხარი? არ ვიცი, რა ვიცი, გამოპრანჭული, ისა ვერელებს მე ბევრ სხვადასხვა ვისწნობ ეგეთ ტიპებს. აი ძალიან და ყოველდღიურად ფჭირებს რო იკეთებენ და ეგეთ ტიპები რო არიან. მევასებიან ამ კუთხით. თვითონ ფილოსოფიურად არ მევასებიან. რომელი სცენა იყო ისეთი, რომლის გადაღების დროსაც ძალიან დიდი სიამოვნება მიიღე? ან თვითონ სცენა ისეთი მნიშვნელოვანი იყო შენთვის? სიამოვნება მივიღე, მანქანით რო გცემენ ჩვენ. გახსოვს რომ ავდივარ ძალიან შორს სადღაც წყალს რო ვისხავთ სახეზე და ეხლა რომ დავიმტრეთ რომ არ გაგვიბაზდეს, ეგ იყო ძალიან მაგარი დღე რა. ვინ ხართ აბა რა გინდა? მოგეთ ჩვენ ერთი კაი გოგო სახლობლები ვართ. რომელსაც შენ აწუხებ და უნდა შეეშვა რა. ბიჭო, იარაღი რატო არ გადმოიტანეთ? თქვენ არ მითხარით, მანქანაში დატოვებო, ტიპები მოჭიდავეები იყვნენ თუ რაღაც. არავის არ იცნობდნენ, არაფრის აზე არ იყვნენ, ჩვენ რა უნდა გვექნათ? დაბრების გამო ეხა სოგდით ახლა მაგრამ ეზარება რა. მე იცი რა მახსოვს? ცოტა ხანი კი არა, მთელი ცხოვრება დაგეღო. ეგ ხო, ეგ გავარდა, ეგ ძალიან მაგარია. ეგ რაღაც სლოგანებით არის, ხო? წავალ, დავიღალე და მეცინებო.
თინა არ წამით, რა ცოტა ხანი დამეულდი და მეცა გიყვანი. ცოტა ხანი კი არა, მთელი ცხოვრება დაგელოდეთ. აღარ დავდო, უკვე პროგრესია რა. და დიახაც ვერს კი გიждდებოდა შენზე, ხო? გიждდებოდა. აბა რა, ფეტიში აქვს რა სათვალებიან გოგოებთან და ეს ყველაზე კარგად ზისამ აღწერდა ამის რაღაცა იდეალს, ხო რა? აი ვთქვათ და განვითარდა ისე მოვლენები, რომ ნუ თინაც დათანხმდა და დაიწყეს თანაცხოვრება. ხო, აი მაგ ვერ შემთხვევაში წარმომიდგენია ვერა. ეს ორი ადამიანი, აი პროსტა აი ვაიმე რა იქნებოდა. აი წარმოიდგინე, აბა ეწამით. მე იცი აი, როგორ ვერს კიდაც- მგონია, მე მგონია რომ იქნებოდა მისის და მისტერ სმიტები. აი ის სცენარო აქვს სახში მაგარი ხო, ნუ ოკეი, ცოტა კომედიაში გადავიდოდით, კი, ხო. ხო, აი დაახლოებით ეგეთი ცოტა ეგეთი, მაგრამ აი რა ვიცი.